კატარაქტა თვალის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დაავადებაა. ის ძირითადად გვხვდება ასაკობრივ ჯგუფებში 60-65 წლიდან. არსებობს თანდაყოლილიც, ტრამბულიც, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების შედეგად განვითარებული, ასევე სხვადასხვა სისტემური მედიკამენტების ხანგრძლივად მიღების შედეგად განვითარებული კატარაქტა, მაგრამ უფრო ხშირად არის მოხუცებულობითი კატარაქტა. გახსოვდეთ, რომ კატარაქტის მკურნალობის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ის არის ქირურგია. ქირურგია საკმაოდ მარტივია, გრძელდება 10 წუთის განმავლობაში. პაციენტს განსაკუთრებულად არ ჭირდება არც ნემსის გაკეთება, არც ზოგადი ანესთეზიის მიცემა, ადგილობრივად წვეთებით გაყუჩების ფონზე მარტივად 10-15 წუთის განმავლობაში შესაძლებელია კატარაქტის ოპერაციის გაკეთება. კატარაქტა ეს არის თვალში არსებული ბროლის შემღვრევა. ხოლო კატარაქტის ქირურგია გულისხმობს ამ შემღვრეული ბროლის ამოღებას და ხელოვნური ბროლით ჩანაცვლებას. ნიუ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გვაქვს სრული სპექტრი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბროლებისა, რომელიც საშუალებას იძლევა ულტრაისფერი მზისხევების ფილტრისა, ასევე ასტიგმატიზმის კორეგირებისა, ასევე მულტიფოკალური ბროლები, რომელიც საშუალებას იძლევა შორს საშუალო და ახლო მანძილზე მთელი ცხოვრების განმავლობაში პაციენტმა უსათვალოდ იცხოვროს.